არის, რა თქმა უნდა, არიან ბაზარზე, მაგრამ იმდენად მზარდია მოთხოვნა და თან სწრაფ მზარდია. ეს იმ კუთხით ვამბობ, რომ ბაზარზე უკვე 10, 15, 20 საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლები შემოვიდნენ, რომლებიც უკვე მალე დაიწყებენ უახლოეს 2-3 წელიწადში ოპერირებას, რაც ითხოვს, რა თქმა უნდა, დამატებით პროფესიონალ გადამზადებულ კადრებს. აი ამ ჭრილში უკვე იქნება, ასე ვთქვათ, ფართომასშტაბიანი სამუშაოების ჩასატარებელი, რათა უკვე მზად ვიყვეთ ამ კუთხით. საერთაშორისო ბრენდებზე საუბრობ და არა ლოკალურ ბრენდებს. განთავსების ნაწილში უსაფრთხოების მაღალი ხარისხი იძლევა თუ არა რადიკალური ფასნამატის უპირობო აუცილებლობას? აი მოგახსენებთ, რომ არა. პირდაპირ გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, უსაფრთხოება არის, როგორ გითხრათ, აი წერად რო ახსენე მეტაფოროთ ვთქვი, ანი და ბანი. ეს არის აუცილებლობა, რომელიც უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში განთავსების სექტორი წესით და რიგით არც უნდა არსებობდეს. უბრალოდ ყოველსა რაცაც აუცილებელი პროდუქტი, აუცილებელი, რომელსაც თავაზობ ჩვენ სტუმარს, ეს არის უსაფრთხო გარემო და შემდგომ უკვე დანარჩენი სერვისები. თუმცა ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის, როგორც არგუმენტი, რომ ძალიან ძვირადღირებულია უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა და დამკვიდრება ჩვენს რეალობაში. რა იწვევს ამ შეხედულებას, დამოკიდებულებას? პროდუქტი ზოგადად ძვირადღირებული არის, კი ბატონო, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ. გააჩნია რომელი ხარისხის პროდუქცი ირჩევ შენ უსაფრთხოების ინსტალაციებისათვის. შენი შენობა ნაგებობისათვის. ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, შედარებისთვის რომ მოვიყვანოთ, მაგალითისთვის არიან ადამიანები, რომლებიც დადიან Opel-ით, შედარებისთვის ისეთი და არიან ადამიანები, რომლებიც დადიან Mercedes-ით და Ferrari-ით და Lamborghini-ით. მაგრამ მინიმუმს უნდა აკმაყოფილებდეს ინსტალაციები სახანძრო უსაფრთხოების უპირველეს ყოვლისა, რომელიც უსაფრთხო გარემოს გვიქმნის. გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ეს ფინანსურ ნაწილში საკმაო ხარჯებზე გადის. ეს არ არის რაც არ უნდა კლასის და მაჩვენებელის და ხარისხის დაბალი თუ საშუალო მაჩვენებელი იყოს ეს ინსტალაციები, რა თქმა უნდა, ფინანსურ ჭრილში საკმაო ხარჯებზე გადის. კი ბატონო, მაგრამ ამის გარეშე მოგახსენებთ, სასტუმრო სექტორი არ უნდა არსებობდეს. რამდენად შეიძლება საბაზისო ნაწილში მოვიაზროთ კვების უსაფრთხოება? რა თქმა უნდა, როგორც მოგახსენებთ, რომ სასტუმრო სექტორში უბრალოდ რაც უნდა იყოს დაცული, ეს არის სახანძრო უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება, კვების უსაფრთხოება. ეს ძირითადი, ასე ვთქვათ, სამკუთხედი, პუნქტური სამკუთხედი, რომელიც პირდაპირ კავშირშია სასტუმროს მიერ მიწოდებულ პროდუქტთან, რომელსაც თავაზობთ სასტუმრო თქვენ, მომხმარებელს და მე ნებისმიერ მომხმარებელს. პირველი უსაფრთხო, სახანძრო უსაფრთხო გარემო, შრომითი უსაფრთხო გარემო და კვებითი. რატო? ბოლო პროდუქტი, რომელიც მიდის რესტორანსა და ბარსა თუ ასე შემდგომ, მომხმარებელთან ეს არის კერძი. კერძი პირდაპირ პროპორციულ კავშირშია კვების უსაფრთხოებასთან. ამიტომ სამივე ნორმები უნდა იყოს სრულყოფილად დაცული, კიდევ რათა არ გამოიწვიოს მინიმუმ სტუმრის უკმაყოფილება და მაქსიმუმ ფატალური შედეგი. როგორ შეგიძლია ჯამში შეაფასოთ რეგიონში არსებული ტურისტული პოტენციალი უსაფრთხოების ჭრილში? გეტყვით პირდაპირ, რომ საკმაოდ ძლავრი მუშაობა მიმდინარეობს, საკმაოდ, იმიტომ რომ პირადად როგორც მოგახსენეთ, მე ამ სექტორში ვარ, სასტუმრო განთავსების სექტორში 2010 წლიდან და ზოგადად უსაფრთხოების სექტორში 2006 წლიდან მიმდინარეობს საკმაო მუშაობა. აი მაგალითისთვის გეტყვით, მე პირადად ძალიან გახარებული ვარ, რომ შრომის უსაფრთხოების ჭრილშიც რო გადავხედოთ, კვების უსაფრთხოების ჭრილშიც და სახანძროშიც სამი მიმართულებით არის საკმაოდ ძლიერი მუშაობა. პირიქით ცდილობენ, აი მე პირდაპირ შეხება, რადგან ცდილობენ მაქსიმალურად სუბუქად ასე დაეხმარონ ბიზნეს სექტორს, რომ არ დააწვეს, თორე აი იმ სიმძიმით, რაც არის საერთაშორისო მოთხოვნები ევროკავშირსა და სხვადასხვა ქვეყნებში, სრული სიმძიმით რო წამოვიდნენ, ეს უკვე ფინანსურ საკმაოდ ისეთ იმას გამოიწვევს, ასე ვთქვათ, შეიძლებაც და უკმაყოფილებას და დაუშვათ. თუმცა ის ხარჯზეა შეღავათები. ხშირ შემთხვევაში იქნებ რისკი და აი ზუსტად, შეღავათები არის ზუსტად იმ ხარჯზე, რომ მაჩვენებელი, ხარისხობრივი მაჩვენებელი უმაღლესი კატეგორია არსებობს და არსებობს საშუალო. ორივე ქმნის უსაფრთხო გარემოს. აი როგორც მოგახსენებთ, შეიძლება ადამიანს არ მოთხოვო გადაადგილებისთვის, შენ Mercedes-ით არის, Opel-ის დამაკმაყოფილია სრულყოფილად. და არსებობს Mercedes. და აი ამაში არის სხვაობა, რომ სრულყოფილად აი უმაღლესი კატეგორია ხო Mercedes-ია, მაგრამ Opel-იც არის კატეგორია, რომელიც აკმაყოფილებს. აი ესე ამ ჭრილში ზუსტად პასუხს რომ აი ამ ჭრილში არის შეღავათი, რომ აი მინიმალური მოთხოვნა, რომ ადამიანი უსაფრთხოდ იყოს, ეს აუცილებელია.
მაგრამ შემდგომ უკვე ხარისხობრივი მაღალი კატეგორია მაჩვენებლის უკვე არის დამკვეთზე, ვინც დაუშვათ სასტუმრო შენობა-ნაგებობას აშენებს თუ ასე შემდგომ, ან ინვესტორზე და ასე შემდგომ. მაგრამ მინიმალური არის მოთხოვნაში. მაგრამ მე ერთ გავუსმევ ხაზს და მადლობა მოწვევისა და გამოვიყენებ ამ გარემოებას, რომ თუ საზოგადოება და საზოგადოების მხრიდან ცნობიერება და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება არ მოხდა, ის შედეგი, რაც გვინდა რომ ჩვენ უმოკლეს ხანში მივიღოთ, რათა წინ წავიწიოთ საერთაშორისო ტურიზმისათვის, უფრო რთული იქნება. ამაში ყველას ჩართულობა. თქვენ ალბათ ქცევის კულტურას გულისხმობთ საყოფაცხოვრებო ნაწილში. მიდგომი. თუ საზოგადოებიდანაც სწორი აღქმა, სწორად აღქმა არ მოხდა ამ გარემოების უსაფრთხოების სახანძრო, შრომითი და მიდგომები და ყვებითი, მარტო დაუშვათ იგივე ბიზნეს სექტორი და იგივე სახელმწიფო სექტორი, მხოლოდ ესენი იმ შედეგს დროის ინტერვალში, მოკლე დროის ინტერვალში ვერ მიაღწევდა. თუ საზოგადოების სრული ჩართულობა, ესე ვთქვათ, სამკუთხედი წრე შეიკრება, უფრო ჩქარა წავალ. შეგიძლიათ პრაქტიკული მაგალითებით ისაუბროთ, რას გულისხმობთ კონკრეტულად საზოგადოების შემეცნების ნაწილში? პრაქტიკული მაგალითებისთვის, რომ შედარებისთვის მოვიყვანთ, ხო? შედარებისთვის. ღვედის გაკეთება. არიან ადამიანები, რომლებიც იციან, რომ ეს საჭიროა, შედარებისთვის ვიძახი. მაგრამ იკეთებენ, არიან მოქალაქეები, რომლებიც იციან, რომ საჭირო, მაგრამ არ იკეთებენ. ძალიან საინტერესო კომპონენტია უსაფრთხოების მიმართულებით კონკურენცია წამოვიდა თუ არა ზედაპლანზე. პირველი, ჩემ პრაქტიკიდან გეტყვით, რომ უცხოელი ტურისტი, როცა უკვე როგორც მოგახსენეთ, რომ ბაზარზე დაიწყო საერთაშორისო ბრენდებმა შემოსვლა, აჭარა ავიღოთ მაგალითისთვის, ტურისტები როცა შემოდიან და განსაკუთრებით დიდი ჯგუფები, საელჩოები, დიპლომატები, პირველი რასაც აკეთებენ სასტუმრო სექტორში, ხდება რივიუ, გადახედვა უსაფრთხოების მაჩვენებლების. თუ ეს ყველაფერი ამაყოფილებს სასტუმროს უსაფრთხოების კომპონენტები, მათ მოთხოვნებს შესაბამისად ინტერესიც მაღალია, საომავლო თანამშრომლებისაც კი. ტურისტული ნაკადების ზრდა და ურბანული ნაწილი რამდენად თანხვედრაშია ჩვენს რეალობაში დღეს? ძალიან იზრდება ტურისტთა ნაკადი და შესაბამისად უკვე ასე ვთქვათ, უნდა დავეწიოთ მოთხოვნებითაც უკვე ურბანულ ნაწილშიც, რომ უკვე შენობა-ნაგებობები მინიმუმით იყოს აღჭურველი. ეს არის სახანძრო უსაფრთხოება. არსებობს ამ მიმართულებით კონსულტაციები? გეტყვით ახლა, ბაზარზე სხვათა შორის არსებობს საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც თანამშრომლობენ, ვიცით, მთავრობასთან, ტურიზმის დეპარტამენტთან, საკმაოდ ჭირდებოდა თანამშრომლობა, რათა ერთმანეთი გააძლიერონ და დაეხმარონ უკვე სახელმწიფო სექტორს ამ ტურიზმის ნაწილშიც, რომ ასე ვთქვათ, ფეხი აუწყოთ, სწორად აუწყოთ და არ ქონდეს ჩამორჩენა. თანამშრომლობენ აუდიტორული კომპანიები არიან, მაგალითისთვის გეტყვით, ვიცი ბაზარზე ამერიკულ, შვედურ, ბრიტანულ კომპანიები, რომლებიც მჭიდრო კავშირით ურთიერთთანამშრომლობენ, რათა ერთობლივად დაეხმარონ უკვე ბაზრის სწორად, ასე ვთქვათ, ესესმენტ შეფასებაში, უსაფრთხოების ნაწილში და შემდგომ უკვე რაც არის დასაგეგმი ღონისძიებები, სამუშაოები, საგანმანათლებლო ისევ ხაზს უსმევ. პირველი პრობლემა არის ზუსტად ცნობიერების ამაღლებაში უნდა დავეხმაროთ საზოგადოებას, სწორად აგიყვან. და შემდგომ უკვე დანარჩენი ტექნიკურ ნაწილში და ასე შემდგომ არის ბაზარში საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ, სხვათა შორის უბრალოდ სკოლისა ისევ ხაზს უსმევ გისმენდით ტურიზმის დეპარტამენტთან, რომელიც ყოველთვის ღიაა და როგორც ვიტყვენ modern welcome, ყოველთვის ურთიერთთანამშრომლობა და კოოპერირებაში მოდიან ესეთ პირიქით თვითონ აქტიურობენ, რომ თუ გიდახმარება ჭირდება საერთაშორისო ესეთ კომპანიებს საინფორმაციო კუთხით, ინფორმაციის გავრცელებაში, ტრენინგები თუ ასე შემდგომ, მჭიდრო ასე ვთქვათ, ურთიერთთანამშრომლობას და კავშირს აქვს. ხარდაჭერა აშკარად გამოკვეთილია ტურიზმის დეპარტამენტის მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ უწყებას საინტერესოს ნაყოფიერი და რაც მთავარია დაუღალავი შრომისთვის. პირდაპირ ვიტყვი, ძალიან ასე ვთქვათ, ღრმა და მასშტაბიანი ხარდაჭერაა ყოველთვის. ვიტყვი, შეიძლება რომ 24 საათიანი შეიძლება დაარქვა ამას, რომ ნებისმიერ დროს ოღონდ ამ კუთხით რაიმე იყოს შეთავაზებული ტურიზმის დეპარტამენტთან ან ვინმე საერთაშორისო მოთამაშე შემოვიდეს ბაზარზე, რომელსაც დიდი ასე ვთქვათ ბექგრაუნდი აქვს გამოცდილებით და ბაზარზე მუშაობის, რომ ამ კუთხით ცნობიერება, უბრალოდ ყოველთვის ცნობიერება ავამაღლოთ. ერთგვარი საფინალო შეფასება რომ გამოგვივიდეს, როგორ შეაფასებთ რეგიონის და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს უახლოეს წლების პერსპექტივაში?
პირველ რიგში მოგეხსენება ძალიან კარგად, რომ საქართველოს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი აქვს. ეს არაერთხელ საერთაშორისო კომპანიებმაც და ტურისტებმაც აღნიშნეს ურთიერთობაშიც და ხშირად აღნიშნავენ, რომ ძალიან სხვადასხვა მიმართულებითაც ეს საავტო ტურიზმი იქნება, საზღვაო თუ ასე შემდგომ თუ დაუშვათ სპა ტურიზმი, უზარმაზარი პოტენციალი აქვს საქართველოს. თავარია, რა თქმა უნდა, ინვესტიციების და ინვესტორების და ინვესტიციების მიმართულება განისაზღვროს სწორად. დაუშვათ სექტორების გადაფარვა მოხდეს. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს ასევე სპა ტურიზმის მიმართულებითაც, სამკურნალო წყლები თუ ასე შემდგომ. მხოლოდ ტურისტული მიმართულებით აქტივობა არ იქნება ალბათ საკმარისი და მხოლოდ ამ ნაწილისთვის მზაობა და მზადება არ იქნება საკმარისი. ჩვენი ყოველდღიური ყოფითი ცხოვრების უსაფრთხოებაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება და დავსვათ კითხვები, რომელზეც მივიღებთ პასუხებს. გოგი ბერიძესგან ისმენდით ბიომეტრიის ფარგლებში ძალიან საინტერესო აქცენტებს ტურისტული უსაფრთხოების მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მადლობა მაყურებლებს ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.